როგორია სალმე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები, როგორც მორიგი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ განაცხადა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ოპოზიციის ერთიანობასთან პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი პოზიციები. თუმცა მისივე თქმით, დასაკარგი დრო არ არის და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. პარალელურად ოპოზიცია დღევანდელი დღის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილი აქციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც როგორც ცნობილია, მონაწილეებს სალმე ზურაბიშვილმაც უნდა მიმართოს. მართლ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები მარცხისთვის არის განწირული. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია ყველაზე მეტ თმობდა აქამდეც, რომ ერთიანობა ყოფილიყო სახეზე. ბუნებრივია, რომ ის ორი საკითხი, რომელიც ყველას გაერთიანებს, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს, არავით არ გადახედავს, არ ექვემდებარება და ამაზე შეთანხმება არსებობს, მაგრამ გონია, რომ პირობითად ორი კვირის წინაც რა პრობლემები ქონდა ოპოზიციურ ფლანგს და დემოკრატიულ საზოგადოებას საქართველოში, კიდევ უფრო გამწვავდა და გაღრმავდა ქართული ოცნების მხრიდან, რასაც მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შესაბამისი პასუხები გაეცეს. მაგალითად, როგორც არის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, როგორც არის პროტესტის გაძლიერება, რომელიც მხოლოდ ქუჩის პროტესტით არ უნდა შემოიფარგლოს. კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის სატელიტებს ერთიანი პოზიცია რომ არ აქვთ, მე მგონი საქართველოს თითოეულმა მოქალაქე მიცის უკვე ეს და გასაკვირი აღარ არის. იმიტომ რომ ვერ ექნება ერთიანი პოზიცია აგენტურას, ვისაც როგორ ეტყვიან, ისე იქცევიან. ეს არის აგენტის ბედი. არავით არის გაერთიანება ნაციონალურ მოძრაობასთან. ჩვენ არც მოლოდინი შეგვიქმნია ამასთან დაკავშირებით, არც რაღაცა დაპირება გაგვიცია, არც პოლიტიკური ესე თქვა რაღაც პასუხისმგებლობა აგვიღია. ჩვენ ეს წარმოუდგენლად მიგვაჩნია. წარმოუდგენლად მიგვაჩნია იმ ხალხთან გაერთიანება, ვისთანაც აბსოლუტურად არანაირი ესე ვთქვათ თანხმედრა ჩვენ და მათ შორის არ არსებობს, ხო? ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეზორგანიზებული. ის ფსონი, რომელიც თავის დროზე იყო მათზე დადებული, ამ ყველაფერმა ვერ გაამართლა. საზოგადოების მხარდაჭერა მათ ვერ მიიღეს იმ ბნელი მიზნების განხორციელებაში, რაც საკუთარი დღის წესრიგის, მრუდე დღის წესრიგის განხორციელებას ისახავდა მიზნად. ამიტომ დღეს ისინი ან ერთმანეთს აბრალებენ ამ წარუმატებლობას, ან რაღაცა ცდილობენ გზები მოძებნონ იმ კოლაფსიდან გამოსვლისა, სადაც საკუთარი ქმედებებით, საკუთარი აგენტურული შინაარსის მოქმედებებით თვითონვე ჩაიგდეს თავის თავი.